აი დავბრუნდით უკვე პირდაპირ ეთერში, როგორც ხედავთ, ჩვენი სტუდია არის ძალიან ლამაზი ქალბატონებით. მე ვიტყოდი, რომ ულამაზესი ქალბატონებით არის გაფორმებული, ისინი ყვავილებივით არიან ამ 8 მარტის მეორე დღეს, თუმცა და ასევე მათი ფოტოები, სადაც კიდევ უფრო გასაოცრად და რაღაცა იდუმალებით მოცულები არიან ისინი. მოგესალმებით ყველას, გილოცავთ 8 მარტს, თუმცა ერთი დღის დაგვიანებით და მინდა უთხრა მაყურებელს, რომ ეს გასაოცარი პროექტი, აი ამ ქალბატონების ფოტოსესია შედგა სწორედ გუშინ გამოფენა და ეს იყო 8 მარტს მიძღვნილი გამოფენა. ავტორი ამ ყველაფრის სოფიკოს გვერდზის გიორგი ცავა, ასევე აუცილებლად თათახვედელიანი, რეზი კისიევი, ნინო მარტაშვილი და ლაშა ჯოხაძე ჩვენი სტუმრები და ეს ქალბატონებიც აუცილებლად უნდა გაგაცნოთ. ლანა სოფრომაძე, ანა ნაზღაიძე, მარიკო კობახიძე, ნინუცა დარბაიძე, დიანა ჯიშიაშვილი და მე მგონი კიდევ ერთი ჩავინმე? ხო, ვიღაცა არ არა, სამი გოგონა არ არის. თიკო რევაზიშვილი. თიკო რევაზიშვილი. აი, თქვენ დაგირიგებთ ესე მიკროფონებს. თქვენ გაქვთ და აქაც ერთ სავს თქვენ მოგცემთ რომელიმეს რომელსაც შეიძლება რაღაცა დაგასწრო? დიში ეკოფანგანს. არ გამოფენა მოუტანია, რომ არ გაბრაზებული იყო. არა, მოარც. ოჯახური კონფლიქტები კი არ უნდა გამომიწვიოს საათკარავზე. ბოდიშის მოხდა, სანამ მეტყოდა თვითონ რამეს. არა, კარგი, ხლაკ არაფერს არ გეტყოდი. ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით. გიორგი, მოდი დავიწყოთ შენგან და მე ანუ როგორ რა იყო მიზეზი, რომ აი ესეთი გასაოცარი პროექტი უცებ, აი რა მოგაფიქრა, თქვათ, რატო გადაწყვიტე რომ 8 მარტი აი ესე მართლაც გაგელამაზებინა ყველასთვის. იდეა დაიბადა 8 მარტამდე 2 თვით ადრე, ზუსტად იმისთვის რომ 8 მარტს გამეკეთებინა რამე მანდილოსნებისთვის და ბევრი ფიქრის მერე გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა შეზღუდული შესაძლებლობები თქვენ მანდილოსნებისთვის, რომლებიც სარგებლობენ ეტლით. ამ ყველაფრისთვის დაუკავშირდი ქალბატონ ტატახვედელიანს, რომელიც მათი წარმომადგენელი და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. დავეკონტაქტე გოგონებს, გავაცანი ჩემი იდეა, დიდი სიხარულით დამთანხმდნენ და საბოლოო შედეგიც სახეზეა. წარმატებული შედეგი. ამ ყველაფერში დაგეხმარა ჩვენი იმედის საამაყო ვიზაჟისტი ნინო მარტაშვილი, რომელიც უკვე ჩვენი ხშირი სტუმარია და მე ძალიან მიხარია. და ასევე ამ ულამაზეს კაბებში და ანუ კოსტუმებში ხო, ლაშა ჯოხაძე, რომელიც ასევე ეკუთვნის რეზი კისიევს და ძალიან დიდი მადლობა მასაც ასევე ლაშა ჯოხაძეც ჩვენი თანამშრომელი, ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს ამ სტუდიაში. თან როგორი? ხო, ლაშა ალბათ თქვა განსაკუთრებული პასუხისგებლობა გქონდათ, ხო, ეხლა აი ამ ლამაზი გოგონებისთვის უნდა მოგერგოთ კაბები და თქვა კიდევ უფრო გამოგეჩინათ რაღაცა განსაკუთრებული შტრიხები. რითი ხელმძღვანელად მოდი მოგეთ. გიორგი თავიდან რომ დამირეკა და ეს მოკლე კონცეფცია მომიყვა ამ ყველაფრის. ძალიან დამაინტერესა, საინტერესო იყო და ისეთი უცხო ჩემთვის პირველად მივიღე ესეთ პროექტში მონაწილეობა და გიორგი დავჯექით და ესე ფოტოების მიხედვით თავიდან დავალაგეთ ეს კოსტიუმები თუ ვის რა უნდა ცმოდა. აი ესე მარტივად, ნუ ჩემ შემთხვევაში მოვახერხეთ ეს დაგვევაგებინა ეს ყველაფერი. ანუ სტილისტურად შეურჩიეთ, ხო, ესე გამოვიდა. და შემდეგ უკვე იყო თმები, შემდეგ უკვე იყო ვიზაჟი. თუ შეიძლება წაგვისვავ აქსესუარები, რომელიც ორ გოგონას უკეთე არის მარინა ნაცვლიშვილის არაჩვეულებრივი. ძალიან ლამაზებია. ჩვენ ისიც ჩვენ ნახევარს ჩვენ თანამშრომელია ბატონ ჯუტას მეუღლია და არაჩვეულებრივ სამკაულებს აკეთებს და აი იქ არის გოგონები გეთანხმებოდნენ რასაც შენ უკეთებდი თუ ჩვენსავით გეწინააღმდეგებოდნენ ჩვენ როგორ გეწინააღმდეგებით ხოლმე და აი აბსოლუტურად მონდობილები იყვნენ ჩვენ და მე გიორგის ხო აბსოლუტურად გვიჯერებდნენ არა ჩვენაირი პრობლემურები არა უცხოები არ იყვნენ და ასევე სტილისტაც ვათქვევინოთ, თქვათ, როგორ შეურჩიეთ ზოგს დახვეული აქვს მას, ზოგს გასწორებული, ანუ მათი სურვილის მიხედვით თუ ამ შემთხვევაშიც ისიც თქვენ მოგენდნენ. ანუ სამივე ვარჩევდით მე, გოგოები და გიორგი და ერთად ყველაფერს რა. ანუ ყველაფერი კარგად გამოვიდა.
მოდი თვითონ ამ არაჩვეულებრივ ახალგაზრდა ქალბატონებს ვათქვევინოთ რამდენიმე სიტყვა, ნუ თქვათ გამოცდილება მიიღეთ, ხო? პოზირებდით კამერის წინ როგორც ფოტომოდელები. რაც ისე ადიოლია ეს ამბავი. საკმაოდ რთულია კი და საკმაოდ შრომატევა და საკმაოდ დამღლელი. დამეთანხმებით ალბათ ეს ვიღაცებს გონიათ ხოლმე რომ ძალიან ადვილია რომ დადგები. აი თქვათ რა იყო თქვენთვის ეს გამოცდილება, რა შეგემატათ ამითი? აი რა გრძნობები და გეუფლათ? ესეთ დიდ პროექტში მონაწილეობა და ძალიან მიხარია და მომეწონა ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ ცოტა რთულ პირობებში გვიწევდა იმის გათვალისწინებას, რომ ძალიან ციო და საღამო იყო და ვიყინებოდით, ძალიან მომეწონა, კარგი იყო მართლა. და მინდა რომ ხშირად იყოს ხოლმე ესეთი პროექტები და ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტში. აი ეს არის ხო თქვენი ფოტო ეს? ძალიან ლამაზი ფოტო. ძალიან ლამაზი და თქვენ ზეწსთან ძალიან ისეთი შთამბეჭდავი ასე ვთქვათ რაღაც წარწერა. გამოხედვა აქვს, ხო? ეს ალბათ ერთგვარი სტიმულიც არის, თქვათ, ბევრი ქალბატონისთვის, რომელიც ასევე შეიძლება შეზღუდული შესაძლებლობის არის და უფრო თავის თავში იყოს ჩაკეტილი. პირიქით, ეს არის სტიმული, რომ ნახოთ თქვენ რა ლამაზები ხართ, რომ ყველა შეუძლია თავის წარმოაჩინოს, მოხდეს გამოფენაზე, მოხდეს ჟურნალის, თქვათ, ფურცლებზე. აი, თქვენს მე მგონი რაღაცის თქმა გსურთ. ხო, ანუ იმ დღეს მე და ნინუცას ერთ დღეს გქონდა გადაღება და საკმაოდ გადაღებები. ჩემი გადაღება, ანუ ყველას სხვადასხვა ადგილზე აქვს, როგორც ხედავთ სურათებზე, ჩემი იყო მეტეხის ხიდზე. აი წითელკაბაში. მოგეწონათ თქვენი თავი? აი ამ მე ძალიან მეუცხოა ჩემი თავი და სულ გუშინსმერად მე რაც ვნახე სურათი ვიძახდი იმას, რომ ძალიან სხვა მხრიდან დავინახე ჩემი თავი. ძირითადად მე ცოტა ესეთი უფრო სერიოზული და რაღაც სხვანაირი ჩანვა, რაც არა ვარ ზოგადად ცხოვრებაში ისეთი, როგორც ვარცხნილობაც ძალიან მომეწონა. დიდი მადლობა რეზის ამისთვის. ნამდვილად არ ველოდი ასეთი ვარცხნობითაც, ნუ ჩემთვის ეხლა როგორც უყურეთ ესეთი ვარცხნობით მე არ ყოფილვარ და ცოტა რთული იყო ნინუცას დავეთანხმები, იმიტომ რომ ძალიან ციო და ეს იყო დაახლოებით თებერვლის შუა რიცხვებში იყო ეს გადაღება. ადვილი არ ყოფილა, გიორგიც ბევრი ვაწვალე და მეთანხმება, მაგრამ საბოლოოდ არა, კარგი გოგოა. თებერვალში აი კაბით. ჩაიცვი აბა ცოტა ხანი. ლედი გქონდა რაც მთავარია, ხო? რა და რა ესე ვთქვათ ობიექტები გქონდათ არჩეული და რამდენად იყო ის ადაპტირებული კონკრეტულად იმ ამოცანის. მოგახსენებთ მაგის შესახებ, რამოდენიმე შევეცა მინდოდა თავიდან რომ არა უშავდება ხოლმე. არა უშავს. მე მგონი ბატარეა მოვარდა. ეს არა ქვია. შენ თქვი და მე ვიტყვი ხმამაღლა. შენ თქვა არა მიკროფონი. ეს მინდოდა გარეთ, რადგან მარტივი ყოფილიყო ამ გოგონებისთვის სხვადასხვა ლოკაციაზე მისვლა, მაგრამ მე აღმოჩნდა, რომ ოპერა იყო ადაპტირებული და დიდი სიხარულით დაგვთანხმდა ოპერისა და ბალეტის თეატრი, მადლობა ამისთვის მათ პიარს მაიკოს და კომფორტული იყო გადაღება. ანა ნაზღაიძე გადავიღე ოპერაში უკან არის ეს ფოტო წარმოდგენილი. დიდი მადლობა ასევე მოსწავლე ახალგაზრდობის სახლს თბილისი მერიოტშია გადაღებული. კი, შავ-თეთრი და ერთი საჯარო ბიბლიოთეკაშია გადაღებული. ძალიან სახასიათო, ანუ ყველა ფოტო განსხვავებულია. კი, მაგრამ იმასაც წავაწყდით, რომ ნაკლებად ადაპტირებულია ჩვენი ქვეყანა და უფრო მეტი ადაპტირებული გარემო თუ გვექნება, უკეთესი იქნება. აი ქუჩაც ერთი მარტივი მაგალითი კიდე მაგისთვის, რომ თიკო არის აქ გადაღებული. ძალიან ლამაზი ფოტოა, ჰოლივუდის კინოვარსკვლავებს გვანან ჩვენი გოგონები. მართლაც რაღაცა ძალიან შთამბეჭდავი ფოტოებია. თქვენც იქნებ გითხრათ, აი სამინისტროს სახელით, თქვათ ალბათ ეს იყო თქვენთვისაც ძალიან საინტერესო პროექტი, ხო? ნამდვილად ძალიან საინტერესოა და ძალიან გვიხარია, რომ ამ პროექტის მონაწილეები გავხდით. ჩვენ გვაქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინკლუზიის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოხდა ამ პროექტის მხარდაჭერა და თქვენი ეთერით მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პირველად გავახმოვანო, რომ ჩვენმა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება სწორედ ამ ფოტოებით დაიბეჭდოს 2017 წლის კალენდარი
აქ როგორც ხედავთ არის 9 მონაწილე და 9 სურათი, ანუ გვაკლია 3 სურათი და ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ძალიან დიდი ინტერესის გამო ჩავრთოთ რეგიონებიც და აი 3 გოგონა სხვადასხვა ქალაქებიდან ესე იგი კიდევ 3 გოგონაზე მოუწევთ მუშაობა. მე მგონი სხვა სამინისტროებსაც მოუწოდოთ, რომ მაგალითი აიღონ თქვენგან და ძალიან ბევრი სასიკეთო დრამის გაკეთება შეიძლება. აი ზოგადად თქვათ როგორ დაგიკავშირდათ გიორგი, როგორ მოხდა პირველი ეს კომუნიკაცია, როდესაც გითხრათ და მოგიყვათ აი ამ პროექტის შესახებ და თქვენი პირველი რეაქცია როგორი იყო, თქვათ, მოგინდათ თავიდანვე მიგეღოთ ამაში მონაწილეობა, უფრო რთულად გადაწყვეტეთ ეს თუ? მოგესალმებით და მოგვიანებით გილოცავთ ამას. პირადად ჩემთან დაკავშირება მოხდა ტატას მეშვეობით და როდესაც ტატა მიკავშირდება ყოველთვის, რატომღაც ვენდობი ტატას და ვფიქრობ ყოველთვის, რომ ისეთი პროექტი არის, რომელიც არა, უბრალოდ დავამატებ იმას, რომ ეს გოგონები არიან ყველა ჩვენი წლის განმავლობაში სხვადასხვა პროექტების მონაწილეები. ანუ მუდმივი კონტაქტი გაქვთ, ეს ერთჯერადი არის. და მე მარიკოს კითხვა. კი, დაიჯერ დაასრულე. და რადგანაც ეს იყო ტატას იდეა და მოდიოდა სპორტის სამინისტროდან, უკვე უპრობლემოდ დავთანხმდი, ჩემი მხრიდან არანაირი პრობლემა აღარ იყო, პირიქით გამეხარდა და ძალიან დიდი სიამოვნებით მივიღე ესეთ პროექტს. მიხდით, რომ რაღაც აუცილებლად ძალიან კარგი იგეგმებოდა. კი, რა თქმა უნდა, ტატა როდესაც გეგმავს, ყოველთვის კარგს გეგმავს. აქ მე მგონი ყველას უნდა აი მარიკოზე თქვა გიორგიმ და თქვენც რაღაცის თქმა გსურთ და აი მოგესალმებით, მეც მოგვიანებით გილოცავთ 8 მარტს. ჩემ შემთხვევაშიც ტატას მეშვეობით მოხდა გიორგის დაკავშირება ჩემთან და როდესაც დამირეკა გიორგიმ და მითხრა რომ იყო ფოტოგრაფი და სურდა ჩემი გადაღება. სიმართლე გითხრათ, ახლა ვამბობ ამას ვაღიარ, რომ ამი ვარ და არანორმალური სიცილი. და თან ვცდილობდი რომ შემეკავებინა თავი, რომ გიორგის არ გაიგო ეს სიცილი, იმიტომ რომ სად მე და სად ფოტოსესია მეთქი და რა სისულელი აი თქვენი ფოტო ულამაზესი. მე თეორიკურად ვაწვალე გიორგი და ბოლოს მაინც იმდენი იქნა რომ დამითანხმა და ეგრე იცისამა. ხარ უნანო პირიქით თქვენ სხვა მხრიდან დაინახეთ აბა თქვენი თავი, ხო ულამაზესი ფოტოა. კი, ნამდვილად სხვა მხრიდან დავინახე და უპრობლემო დავთანხმებით. ეხლა აღარ გაგეცინებათ. ეგრე დაგირეკავთ. უკვე დაჯერებული გახდი. თქვენ გსურდათ რაღაცის თქმა, ხო? აი გისმენთ. დამიკავშირდა და მაშინ მე ვფიქრობ რომ აუცილებლად კარგი პროექტი იქნებოდა და დიდი სიხარულით დავთანხმდი ამ პროექტში მონაწილეობისთვის. თვითონ გიორგისთან გადაღების პროცესი ძალიან მომეწონა, ესეთი პოზიტიური ადამიანია და ლაშა. დაუმეგობრდი. ორამე სასაცილო ისტორიები. სასაცილო იყო ის, რომ შარლის ჩაცმა არ მინდოდა რა. ერთადერთი გოგო არა რომელსაც შარვალი აწვია და გიორგიმ გადაწყვეტა ეგრე რაღაც მკაცრი იმიჯი უნდა მქონოდა და ბიბლიოთეკა თუმცა ულამაზესი ფერის არის თქვენი შარვალი და ულამაზესად გამოიყურებ. მე რადგან დავწყმდი რომ მართლა ძალიან ლამაზი ფერის შარვალი და მართლა ძალიან მიხდება. ძალიან კმაყოფილი ვარ პროექტში მონაწილე. შენ გაქვს მკაცრი იმიჯი, სამაგიეროდ მე შემიქნა სექსუალური იმიჯი. ანა ეხლა შოქში ვარ ესეთ სექსუალური ფოტოა რომ მე სიამოვნებით გამოფენდი ჩემო თალში გიყურებდი ხო. აი თქვენ არ გიპასუხეთ ჩვენთან ჯერ არ გისაუბრეთ ამ ფოტოებში ხარ ძალიან გაპრანჭულები. მესმის რომ საღამოს კაბებით და ესეთი ვარცხნილობებით არივლით ყოველ დღე და თქვათ ესეთი მაკიაჟით, მაგრამ მაინც ყოველდღიურობაში თქვათ ასტუმრები რომ მოგდიან ასად მე მიდიხარ თუ ცდილობთ რომ გამოიყურებოდეთ საერთოდ ყოველთვის კარგად და თქვათ გაიგო. ფოტოსესიის მერე ნინოსთან არ დაგირეკავთ არავის რო კიდე ცდილობდი მომეძებნა. იყო ხო? ძალიან გამიხარდა რომ ჩვენ მოგაძებნინე. მეუბნება რომ ნინოს კარგა არავისთან. ნამდვილად საინტერესო და ესეთი სხვა მხრიდან დანახული საკუთარი თავების პროექტი იყო, ასე ვთქვათ. პირველი გიორგი რო დამიკავშირდა, გავცვალეთ Facebook-ები, იმიტომ რომ ვერ მოვახერხეთ შეხვედრა და ერთი მომენტი იყო, რომ გიორგიმ რომ ნახა, რომ ფოტოსესიაზე რომ დამიბარა, მითხრა რომ
ყველა ვნახეო და შენ არ მეგლამურეო და ვერ გადაგიღებ გლამურულ ფორმაში და რაღაცა ძალიან იმოქმედა რომ მეთქი რატო არ მეგლამურეო არ მეგლამურეო ამაზე მეტი გლამური ნახე რა ფოტო არ მეგლამურეო მაგრამ პირდაპირ დაინახა ის რაც ჩემს ხასიათშია მე ვარ სულ ქუჩაში სულ ვაპროტესტებ ბევრ რაღაცას რაც არ გვაქვს შეღწევადი გარემოს სწავლა განათლება დასაქმება და ასე შემდეგ რაც შეეხება ყოველდღიურობას მაშინ როცა ადამიანი დასაქმებული ხარ და გიწევს დიდ საზოგადოებაში გასვლა ვალდებული ხარ გამოიყურებოდა ძალიან კარგად პირველ რიგში იმიტომ რომ საზოგადოებას ცემ პატივს და საკუთარ თავს მე ყოველთვის მაკიაჟის გარეშე ვერ წარმომიდგენია თავი იმიტომ რომ მე ვმუშაობ ისეთ გარემოში სადაც უნდა ვიყო ბრავო და ფოტოც თქვენი ულამაზესია და ესე იგი ჩემი ფოტო იყო დაუნახავს ის რაც თქვენშია და ეს იყო ჩემი ოცნება გიორგის დავასწრებ იმიტომ რომ მე ოცნება მე მიყვარს საერთოდ ეს კოპლებიანი ნივთები ძალიან მიყვარს და პირდაპირ შეარჩიეს და რო დავინახე რომ ეს კოპლებიანი პაჭკა უნდა ჩაგაცვაო წითელი ქუსლიანი ფეხსაცმელი უნდა ჩაგაცვაო თმები უნდა გაგიწვიო რაღაც აი პირდაპირ მაქმანებიანი copy paste გაკეთდა იმისი რაზეც მე მთელი ცხოვრება ოცნებობდი და ჩემი ნატურა იყო ქუსლიანი ფეხსაცმელი მას შემდეგ რაც ეტლით მოსარგებლე გავხდი და ჩემი ფოტო იყო პირველი შესასვლელში გუშინ და ვერავინ ვერ მიცნობდა მეკითხები შენ არ მიიღე მონაწილეობა სესიაში ანუ ძალიან ადამიანი არის გარდაქმნილი და თქვენ სინამდვილეში როგორიც ხართ შინაგანად აი ის ამოატივტივა გიორგიმ და ჩვენმა ამ გუნდმა ესე ვთქვათ ხო მე მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გითხრათ რა თქმა უნდა ტატას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და ჩვენი მეგობარია მინდა უთხრა ძალიან დიდი მადლობა ვიზაჟისტს იმიტომ რომ სულ სხვა თინათინის შექმნა რა თქმა უნდა მინიკო ჩვენგანაც მადლობა დიზაინერსაც და სტილისტსაც მაკიაჟით დამხვდა რომ მივედი მაკიაჟის გასაკეთებლად რომ აი ხე მოვაშორო თუ დავამატო თავისი ფანტასტიკური მაკიაჟი იკეთებს თვითონ უღმესი მადლობა ამ მშვენიერეს გოგონებს მობრძანებისათვის იმედი მაქვს რომ კიდევ ძალიან ბევრ პროექტში გნახავთ და იქნებით ჩვენი სტუმრები ამ არაჩვეულებრივ ხუთკაციან ჯგუფს რომელიც არა გიორგი ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის მზად ვართ რომ ჩვენი სტუდია ამ რაღაცა გასაოცარ ჩვენ ტატას იმედად შემდეგ პროექტს ველოდებით და გელოდებით ჩვენთან სტუდიაში. ძალიან რამდენიმე წუთში დავბრუნდებით, კვლავ საინტერესო ამბებით და სიურპრიზებით დაგველოდებით.